უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა და ახლა მოსკოვის ცა გაშავდა. ამის მიზეზი არც ელექტროსადგურის ხანძარია და არც ბუნებრივი კატასტროფა. ამის ნაცვლად უკრაინულმა დრონებმა რუსეთის დედაქალაქამდე მიაღწიეს და ქალაქის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაართვეს. და ის ფაქტი, რომ უკრაინამ შეძლო და მუდმივად აღწევს რუსეთამდე, ფაქტობრივად ყველაფერს გეუბნებათ იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ომი. რუსეთი იშლება. მაგრამ როგორ მივედით იქამდე, რომ 3 დღით დაგეგმილი შეჭრა გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნელ-ნელა კარგავს კონტროლს საკუთარ ქვეყანაზე. აქ ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, არამედ ფაქტორების კომბინაცია. მოდით დავიწყოთ იმ მასშტაბით, რასაც 2026 წელს ვხედავთ და ამისთვის საჭიროა დავბრუნდეთ პირველ კვირებში. როცა შეჭრა 2022 წლის თებერვალში დაიწყო, რუსეთი სწრაფად მოქმედებდა და ყველგან გადაადგილდებოდა. საბრძოლო ტექნიკის კოლონები ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, ყირიმიდან სამხრეთისკენ და აღმოსავლეთ საზღვრის გავლით შემოვიდნენ და რამდენიმე დღეში უკრაინის უზარმაზარი ტერიტორიები დაიკავეს. 2022 წლის მარტის ბოლოსთვის, ომის დაწყებიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ, რუსეთს უკრაინის იმაზე მეტი ტერიტორია ეკავა, ვიდრე მომდევნო 4 წელიწადი და ნახევარი ოდესმე ექნებოდა. შემდეგ დადგა 2022 წლის შემოდგომა და რუკა მკვეთრად შეიცვალა უკრაინის სასარგებლოდ. სექტემბრის დასაწყისში უკრაინამ დაიწყო ხარკოვის კონტრშეტევა და ეს შთამბეჭდავი იყო. კიევის ძალებმა რამდენიმე დღეში დაიბრუნეს დაახლოებით 6000 კვადრატული კილომეტრი, საშუალო დღეში 7400 მეტრის სიჩქარით მიიწევდნენ წინ. დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი, რადგან მალე მნიშვნელობა ექნება. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა მოგვიანებით ეს ოპერაცია თანამედროვე ომების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სამხედრო შეტევად დაასახელა. 2 თვის შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში, უკრაინამ აიძულა რუსები დაეტოვებინათ ბინად ხერსონის ქალაქი, რომელიც იყო ერთადერთი რეგიონული დედაქალაქი, რომლის დაპყრობაც მოსკოვმა მთელი ოკუპაციის განმავლობაში შეძლო. ერთი შემოდგომის განმავლობაში უკრაინამ გაანულა რუსეთის მიერ მიღწეული რამდენიმე თვის წარმატებები და დაამსხვრია მითი, თითქოს რუსეთის არმია დაუძლეველი მანქანა იყო. ამის შემდეგ ომი გაიყინა. 2023 წლის იანვრიდან სექტემბრამდე რუსულმა ძალებმა მხოლოდ დაახლოებით 465 კვადრატული კილომეტრი უკრაინული ტერიტორია აირეს, რაც თითქმის არაფერია. იმ წელს ერთადერთი მიღწევა იყო ბახმუტი, პატარა აღმოსავლური ქალაქი, რომლის აღებასაც თითქმის 10 თვე და 10,000-ობით მსხვერპლი დასჭირდა. და რუსეთმა საბოლოოდ აიღო იგი 2023 წლის მაისში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალაქი ნანგრევებად აქცია. 2024 წელი შეიძლება ითქვას, უფრო გადამწყვეტი იყო რუსეთისთვის, როცა მისმა ძალებმა დაახლოებით 3600 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. თეორიულად ეს სერიოზულ შეტევად ჟღერს, მაგრამ ამ ეგრეთ წოდებულ პიკზეც კი რუსეთი დღეში მხოლოდ დაახლოებით 50 მეტრით მიიწევდა წინ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პოკროვსკის ქალაქი, ლოგისტიკური მიზანი დონეცკში, სადაც რუსეთმა თითქმის 2 წლის ბრძოლაში მხოლოდ 50 კილომეტრზე ნაკლები წინსვლა შეძლო. ეს არასოდეს ყოფილა ბლიცკრიგი. ეს იყო ადამიანებისა და ჭურვების მყინვარი, რომელიც ნელ-ნელა მიიწევდა წინ, უკან კი მხოლოდ გვამებს ტოვებდა. და 2025 წელმაც გაიმეორა ეს ნელი, მაგრამ სტაბილური ტენდენცია. ჩვენ დაახლოებით 4300 კვადრატული კილომეტრი მოვიპოვეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთმა მთელი წლის განმავლობაში ვერც ერთ მიმართულებით 40 კილომეტრზე მეტის წინ წაწევა ვერ შეძლო. და შემდეგ დადგა 2026 წელი. ამ წლის დასაწყისში რუსული წინსვლა ფაქტობრივად კედელს შეეჯახა. 2026 წლის პირველ 4 თვეში რუსული ძალების ყოველდღიური წინსვლა დაახლოებით 2.9 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. მაშინ როცა 1 წლის წინ იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 9.76 კვადრატულ კილომეტრში ადგენდა. 2026 წლის აპრილში რუსეთმა ტერიტორიის წმინდა დანაკარგი განიცადა და დაახლოებით 116 კვადრატული კილომეტრი დათმო, რაც 2024 წლის აგვისტოსა და კურსკის შეჭრის შემდეგ მისი პირველი სრული დანაკარგი იყო. საერთო ჯამში მიმდინარე წლის თებერვლიდან მაისამდე რუსულმა ძალებმა მხოლოდ 164 კვადრატული კილომეტრი უკრაინული ტერიტორია დაიკავეს. ამავე პერიოდში გასულ წელს რუსეთმა 1151 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. ეხლა როგორც წესი რუსეთის ომს თავისი რიტმი აქვს. შეტევა როგორც წესი შესუსტებულია ზამთრის ბოლოსა და გაზაფხულის დასაწყისში, როცა მიწა ცუდ მდგომარეობაშია და ამინდი კიდევ უფრო უარესია, სანამ მაისისკენ ისევ არ გააქტიურდება. რუსი მეთაურები იმედოვნებენ გაზაფხულის ამ გამოცოცხლებას. 2026 წელს ეს გამოცოცხლება არ მოხდა. მთელი ივნისის განმავლობაში ფრონტის ხაზზე რუსული წინსვლის განახლების არანაირი ნიშანი არ გამოჩენილა. სეზონური ძრავა, რომელიც შეტევის განახლებას უნდა დაეწყო, ჩაქრა და ამის მიზეზი ტალახი კი არა, დრონებია. დღეს თუ ფრონტის ხაზთან მიხვალთ, პრაქტიკაში ნახავთ რას ნიშნავს ეს. რუსი მეთაურები ისევ იმას აკეთებენ, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ. მცირე ჯგუფებს აგზავნიან წინ, რომ უკრაინული ხაზები შეამოწმონ, იპოვონ ხვრელი, სუსტი ადგილი ან დაღლილი დანაყოფი.
მაგრამ ისინი ამ ადამიანებს ბრძოლის ველზე აგზავნიან, რომელიც ახლა დრონებითაა სავსე. კვადკოპტერები ზემოდან დაფრინავენ. ოპტიკურ ბოჭკოვანი FPV-ები ხეებში იპარებიან. სადაზვერვო დრონები კოორდინატებს რეალურ დროში გადასცემენ. რაც ადრე გააზრებული ქვეითთა შეტევა იყო, ეხლა ძალიან ხშირად სასიკვდილო განაჩენად იქცა, რომელიც თითოეულ ჯგუფს ცალ-ცალკე უსრულდება. დაი მოსკოვისთვის სასტიკი არითმეტიკა. ის ტაქტიკა, რომელიც ადრე ნელ-ნელა და სტაბილურად წინსვლას უზრუნველყოფდა, ეხლა უმეტესად მსხვერპლს იძლევა. და სწორედ აქ იწყება უფრო ღრმა ცვლილება, რომელიც ცდება ერთ კონკრეტულ რუკას ან ერთ კონკრეტულ თვეს. მოკლედ რო ვთქვათ, რობოტიზაციამ ჯარისკაცების რაოდენობა ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანი გახადა, ვიდრე ადრე იყო. და ამან მთლიანად შეცვალა ომის ბედი კიევისთვის. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? თავობების განმავლობაში სახმელეთო ომის სასტიკი მათემატიკა იმ ხარეს აძლევდა უპირატესობას, ვისაც მეტი ჯარისკაცი ყავდა. რუსეთმა ყველაფერი ამაზე ააგო. მაგრამ თუ შეგიძლია იბრძოლო 10,000 ან 20,000 გამოცდილი დრონის ოპერატორით, 100,000-ობით კაცის ნაცვლად, რომლებიც თხრილებში სხედან, მაშინ დაღუპულთა რაოდენობა აღარ არის მთავარი და გადამწყვეტი. და მთავარი რიცხვი, რომელიც ამას აჩვენებს, ზუსტად ის სიჩქარეა, რომლითაც რუსეთი კარგავს ჯარისკაცებს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო რაოდენობა ნამდვილად შემაძწუნებელია, უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ტენდენციაა. და უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე შეუძლია მათი ჩანაცვლება რეკრუტირებით მთელი 2026 წლის განმავლობაში. რეალური რეკრუტირების მაჩვენებლებიც ამას ადასტურებს. რუსეთის ბიუჯეტის მონაცემები მიუთითებს, რომ მოსკოვმა 2026 წლის პირველ კვარტალში 61,216 კაცი აიყვანა. წინა წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი იყო 89,601. ასე რომ რუსეთი აშკარად ნაკლებ კაცს იბარებს, ვიდრე ერთი წლის წინ. ზუსტად იმ დროს, როცა უკრაინა უფრო მეტ ტერიტორიას იბრუნებს. აბა, უკრაინა ამას რეალურად როგორ ახერხებს? KSC ინსტიტუტის მიხედვით, უკრაინაში FPV დრონების წარმოება 2022 წელს მხოლოდ 3,000-დან 5,000 ერთეულამდე იყო, ხოლო 2025 წელს დაახლოებით 3 მილიონამდე გაიზარდა. და 2026 წლის დასაწყისისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას უკვე შეეძლო წელიწადში 8 მილიონზე მეტი ასეთი დრონის წარმოება. შრომის უნარიანი ასაკის თითოეულ ადამიანზე. უკრაინა 2026 წელს რუსეთზე 6-დან 9 ჯერ მეტ დრონს აწარმოებს. სადაც უკრაინას ადრე მილიონობით დოლარის ღირებულების Patriot-ის გამანადგურებელი რაკეტა უნდა გამოეყენებინა IAP დრონის ჩამოსაგდებად, ახლა მას საკუთარი გამანადგურებელი დრონები, მაგალითად Sting, ყავს. თითოეული დაახლოებით 2,000 დოლარი ღირს. და 2026 წლის დასაწყისისთვის უკრაინული კომპანიები ყოველდღიურად 1000-მდე ასეთი გამანადგურებლის წარმოებას ახერხებდნენ. ქვეყანა, რომელიც წარმოების მხრივ უნდა დაემარცხებინათ, ახლა შემოჭრილზე ბევრად ნაკლები ხარჯით ახორციელებს ინოვაციებს. კამპანია, რომელიც რუსეთს აღჭობს, მხოლოდ მოსკოვზე ხმაურიანი დარტყმებით არ არის აგებული. მთავარი მამოძრავებელი ძალა ისაა, რასაც უკრაინელები საშუალო მანძილს უწოდებენ, დაახლოებით 150 კილომეტრი ფრონტის ხაზის მიღმა. ეს ის ზონაა, სადაც უკრაინა კონცენტრირებულია დრონებისა და რაკეტების დარტყმებზე, რადგან ამ სიღრმეზე უკვე რუსული არმიის ლოგისტიკას, მის მომარაგების კოლონებს, სატროსა და საბრძოლო მასალას უტყვა. ეს ყველაზე ნათლად ჩანს ყირიმის სახმელეთო დერეფანში. მაისის შემდეგ ასობით უკრაინული დრონი ყველა ტიპის მიფრინავს ამ დერეფნისკენ, რომელიც არის გადამწყვეტი სახმელეთო გზა, რომელსაც რუსეთი იყენებს ნახევარკუნძულის მომარაგებისთვის, რომელიც 2014 წელს მიიერთა და ასევე სამხრეთის ფრონტზე გამაგრებული ჯარების უზრუნველსაყოფად. R280 ავტომაგისტრალი არის გლუვი, სწრაფი არტერია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ამ ყველაფრის უწყვეტ მოძრაობას. უკრაინა მის ნამდვილი სამიზნე ზონად აქცია. ამიტომ რუსი ჯარები ახლა უფრო დიდ ხანს ელოდებიან საწვავისა და საბრძოლო მასალის ჩამოსვლას. ლოგისტიკის დანაყოფებს იძულებული აქვთ გამოიყენონ უფრო პატარა და ნაკლებად შესამჩნევი სატვირთოები, ან იარონ უხეში სოფლის უკანა გზებით სწრაფი ავტომაგისტრალის ნაცვლად, რადგან R280-ზე მოძრავი ნებისმიერი რამ დრონის საფრთხის ქვეშაა. არტემ ბიელიაკოვმა, რომელიც 412 NMSIS-ის დრონების ბრიგადის ხელმძღვანელია, ოპერაცია რუსული არმიისთვის მტკივნეულ ოპერაციად აღწერა. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს უფრო საშიში ზეწოლის ფორმაა. ეს არ არის ერთი ძლიერი დარტყმა, არამედ მუდმივი და ამღლელი ტვირთია ყველაფერზე, რის გადაადგილებასაც რუსეთი ცდილობს. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ რუსეთი უბრალოდ დააკოპირებს იმას, რასაც უკრაინა აკეთებს. საბოლოო ჯამში რუსებს ყავთ საკუთარი ელიტური დრონების დანაყოფი, სახელად რუბიკონი, რომელმაც გარკვეულ სექტორებში საშიში რეპუტაცია მოიპოვა. მაგრამ მაშინ, როცა უკრაინამ გააფართოვა დრონებისა და რაკეტების დარტყმები რუსული ძალების იზოლირებისა და მათი მომარაგების ჯაჭვების გასაწყვეტად, რუბიკონმა ვერ შეძლო იგივე მასშტაბის მიღწევა. შეფასება იყო ის, რომ დანაყოფის გაფართოების მცდელობა ნიშნავდა, რომ რუსეთი საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებდა.
დრონების ოპერატორების რაოდენობის გაორმაგებით დანაყოფმა მნიშვნელოვნად შეამცირა მიღების მოთხოვნები და ოპერატორების მომზადების დრო. დანაყოფმა ასევე დაიწყო რეკრუტირება იმავე წყაროდან, საიდანაც წინა ხაზით იღებს ადამიანებს, რაც შესაძლოა ამცირებს რუსეთს ადგილზე არსებული ცოცხალი ძალის რაოდენობას და ამასთან ვეღარც უწვდის მათ იმავე ზონის მომზადებას, როგორც ადრე. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ იმ რეალურ მიზეზზე, თუ რატომ ფერხდება დრონების ოპერაციები, არ დაგავიწყდეთ The Military Show-ის გამოწერა. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რომლებიც ეხება გლობალურ გეოპოლიტიკას და გეხმარებათ სრულად დაინახოთ ომის სურათი და მის გარშემო არსებული ყველა გარემოება. დაუბრუნდეთ რუსეთის დრონების ინდუსტრიას. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მთელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვერ მუშაობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ომის ხარჯებზე წლების განმავლობაში დახარჯულმა თანხებმა ეკონომიკა რეკორდულად დაბალ უმუშევრობამდე მიიყვანა. ეს შეიძლება კარგად ჯრერდეს, სანამ არ გააცნობიერებთ, რას ნიშნავს ეს საომარი მანქანისთვის. როდესაც თითქმის ყველას უკვე აქვს სამსახური, ძალიან რთული ხდება კვალიფიციური მუშახელის მოწვევა ისეთ მოწინავე სფეროებში, როგორიცაა დრონების წარმოება. უპილოტო სისტემებისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გარდა, იმ სფეროებში, სადაც რუსეთი ყველაზე მეტ რესურსს დებს, წარმოება ძირითადად გაჩერებულია. სინამდვილეში Reuters-ის თებერვლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანას კიდევ 2.300.000-ზე მეტი მუშახელი სჭირდება. და მაშინაც კი პრიორიტეტულ სექტორებში, სადაც წარმოება რეალურად გაიზარდა, სამხედრო ინდუსტრიამ სტაგნაცია განიცადა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მთავრობის ბიუჯეტის 40%-ის სამხედრო და ეროვნული თავდაცვისა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში მიმართავს, რაც 10 წლეულები არ ყოფილა. რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ქვეყნის პირველი პირი? ზოგიერთი ინფორმაციით, პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა მხოლოდ იმაზე ამტკიცებენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ უპირატესობა აქვს. მაგრამ კრემლის ორი ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, პუტინი ახლა თავისი დროის უმეტეს ნაწილს ომის პროცესის დეტალურ მართვას უთმობს და რეგულარულად იღებს ანგარიშებს თავისი მთავარი სარდლის ვალერი გერასიმოვისგან, ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი. და იმავე ყოფილი ოფიციალური პირების თქმით, პუტინი ნამდვილად ფიქრობს, რომ ომი მხოლოდ დროის საკითხია. მაგრამ აქ ერთი მანკიერი დინამიკაა. ბოლო 20 წლეულის განმავლობაში, რაც პუტინი ხელისუფლებაშია, მან დაშალა თითქმის ყველა მმართველობის შემაკავებელი მექანიზმი და მისთვის ერთგული ადამიანები დანიშნა უმნიშვნელოვანეს პოზიციებზე: სამხედრო, სადაზვერვო და სამთავრობო სტრუქტურებში. მაგრამ პუტინი ასევე კვლავ იმყოფება სამხედროების გავლენის ქვეშ, რადგან ის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი შექმნაში. და მაინც, სწორედ ამავე სადაზვერვო სამსახურებმა ვერ მოახერხეს რეალური მონაცემების მიწოდება, როდესაც საქმე უკრაინის რეაქციას შეეხებოდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე. და მიუხედავად ამისა, პუტინი მაინც ენდობა მათ და აძლევს უფლებას გააგრძელონ იგივე. ეს იმიტომ ხდება, რომ სამსახურებმა იციან, მიუხედავად იმისა, რამდენი ძალაუფლება აქვთ, ისინი პუტინის მხრიდან დაშლის საფრთხისგან დაცულები არ არიან. ამიტომ ისინი აწვდიან არასწორ ინფორმაციას და ცდილობენ დამალონ, რა ხდება სინამდვილეში ომში, პუტინისგანაც და საზოგადოებისგანაც. და დრო ეს ფრთხილად მართული ბუშტი საჯაროდ იბზარება. ივნისის დასაწყისში ეროვნული დღესასწაულის დროს პუტინი კრემლში სამხედროებთან შეხვდა. ამ ჯარისკაცებმა მას ერთსა და იმავე კითხვაზე დაჟინებით ეკითხებოდნენ. როდის შეიმუშავებს რუსეთი საბოლოოდ ელონ მასკის Starlink-ის ალტერნატივას? უკრაინა ამ სატელიტურ ქსელს იყენებს ფრონტის ხაზზე საბრძოლო დრონების მართვისთვის და მიწაზე მებრძოლი კაცები გრძნობენ, რა განსხვავებასაც ეს ქმნის. პუტინმა დაჟინებით განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე შეიმუშავა და დანერგა Starlink-ის საკუთე ალჩდავა. მათ არის ალტერნატივა. მან აღნიშნა, რომ უბრალოდ დრო სჭირდება მასშტაბების გასაზრდელად. მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 16 ერთეულია გაშვებული. ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც რასვეტი, თელ ქვეყანას 2030 წელს დაფარავს. ეს ნიშნავს, რომ სისტემა სრულად ოპერაციული კიდევ 4 წლის განმავლობაში არ იქნება, მაშინ როცა ომი გრძელდება და უკრაინა თავდაპირველ Starlink-ს სრულად იყენებს. Starlink-ზე კონცენტრირების ნაცვლად პუტინმა დაიწყო გრძელი წუწუნი იმის შესახებ, თუ როგორ უპირისპირდება მოსკოვი ნატოს კოლექტიურ ძალას. ეს გრძელი საუბარი ისტორიულ მინიშნებებს მოიცავდა ნაპოლეონზე და ჰიტლერზე, სანამ დასრულდებოდა ბუნდოვანი დამშვიდებით, რომ რუსეთს აქვს რაღაცები, რაც მტერს არ აქვს და საბოლოოდ ყველაფერი უფრო დიდი და უკეთესი იქნება. ეს არის იმ ლიდერობის ხმა, რომელსაც ნამდვილი პასუხები აღარ დარჩა და ძველი მითების ნუთებს ეძებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ რუსეთი დამარცხებულია, ან ომი მალე დასრულდება, ან რომ უკრაინა როგორღაც მარტივად იმარჯვებს. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ძალიან რეალური და ძალიან საშიში შესაძლებლობა, რომ საშინელი ზიანი მიაყენოს და ჩვენ ვალდებულები ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ბომბების ქვეშ ცხოვრობს, ვიღოთ ამაში გულწრფელები. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ უპილოტო აპარატების ომში ინიციატივა აიღო, რუსული თვითმფრინავები რეკორდული რაოდენობით ანადგურებენ უკრაინულ პოზიციებს პლანირებადი ბომბებით. ეს არის საბჭოთა ეპოქის ბომბები, რომლებსაც მიამაგრეს IAP მართვის კომპლექტები და გამოსაშვები ფრთები და ისინი დაუღალავად ანადგურებენ უკრაინულ ბლინდაჟებს, თხის ზოლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს. მათი ეფექტიანობის ერთ-ერთი მიზეზი არის მუდმივი საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი.
იმიტომ რომ უკრაინას არ შეუძლია საიმედოდ დაემუქროს რუსულ ავიაციას. ეს თვითმფრინავები ფრენენ უფრო ახლოს ფრონტთან, სანამ ბომბებს ჩამოაგდებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს ეს მძიმე იარაღი შემაშფოთებელი სიზუსტით ჩამოაგდონ. ამიტომ რუსეთი თვეში დაახლოებით 5700 ფთოსან ბომბს იყენებს. უკრაინის პასუხი იყო ჩარევის გაძლიერება, რის ფარგლებშიც მან შეიმუშავა სისტემა, რომელიც არღვევს ამ ელემენტარული ნავიგაციის სისტემას და მინიმუმ დროებით ანეიტრალებს მათ. მაგრამ ბომბების რაოდენობა არ მცირდება. იანვარში დაფიქსირებული 5700 ბომბის მიხედვით, რუსეთს 2026 წელს შეუძლია აწარმოოს და გამოიყენოს დაახლოებით 68000-დან 70000-მდე ფთოსანი ბომბი. მაშინ როცა 2025 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 60000 იყო. ამიტომ ფთოსანი ბომბები კვლავ პრობლემად რჩება, რომელსაც უკრაინამ ვერ მოუძებნა გადაწყვეტა. რუსეთი ასევე უფრო მეტად უტერს უკრაინის ქალაქებს და ამიტომ კიევი ზაფხულის დასაწყისში სამჯერ გახდა მასიური დრონებისა და რაკეტების შეტევის სამიზნე. გააკაც, უკრაინა კვლავ აჩვენებს, რომ მის საჰაერო ძალებს უჭირთ ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების მოგერიება, რადგან უბრალოდ არ გააჩნია საკმარისი თანამედროვე საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა მათი ჩამოსაგდებად. მაგრამ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების გაძლიერებული ტემპი შესაძლოა რეალურად იყოს რუსეთის პრობლემებზე რეაქცია ბრძოლის ველზე. რადგან რუსეთს არ შეუძლია წინსვლა ხმელეთზე, შესაძლოა ცდილობს უფრო მეტად საჰაეროდ იმოქმედოს. ამიტომ უკრაინამ გადაწყვიტა დაარტყას რუსეთს იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა, ნავთობის სექტორში. მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა, რითაც ეს ვიდეო გაიხსნა, ერთჯერადი აქცია არ არის. ეს არის კამპანიის ხილული წვერი, რომელიც ჩუმად ანგრევს რუსეთის ენერგეტიკულ საყრდენს. 2026 წლის აპრილში გამოცემა New York Times-ის შეფასებით, უკრაინულმა დარტყმებმა 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სინძლავრის დაახლოებით 20% გამოაყვანა მწყობრიდან. ქარხნების, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ გაჩერდა, საერთო სინძლავრე წელიწადში 83 მილიონ ტონაზე მეტია. ეს რუსეთის საერთო მოცულობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს და ქვეყნის ბენზინის წარმოების 30%-ზე მეტს, ასევე დიზელის დაახლოებით მეოთხედს, Reuters-ის ინფორმაციით. აპრილში ასევე დაფიქსირდა მინიმუმ 21 უკრაინული დარტყმა ნავთობგადამამუშავებელ ქელქარხნებზე, ტერმინალებზე, გემებსა და მილსადენის სადგურებზე, რაც დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა. ზიანმა რუსეთი აიძულა, რომ ნავთობის წარმოება დღეში დაახლოებით 300-400 ბარელით შეემცირებინა პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ბოლო 6 წელიწადში ყველაზე მკვეთრი თვიური ვარდნაა. და უკრაინა უფრო გონივრულად ირჩევს სამიზნეებს. სულ უფრო ხშირად ესხმის თავს სპეციალიზებულ კრიტიკულ კვანძებს, როგორიცაა ჰიდროკრეკერები. სადაც რუსეთის გაჩერებული სიმძლავრე დღეში 250,000 ბარელს მიაღწია, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 50,000-60,000 ბარელი იყო. მოწყობილობებზე, რომლებსაც სათადარიგო ნაწილები სჭირდება და მათი მიწოდების ვადა თვეებად იწელება დასავლური სანქციების გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ივნისში დადგა, როდესაც რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ პირველად აღიარა, რომ ტრის საჰაერო თავდასხმებმა მიწოდების სირთულეები გამოიწვია. მაშინ როცა ვლადიმერ პუტინმაც აღიარა, რომ რუსეთს უკეთესი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. როდესაც კრემლი ხმამაღლა იწყებს ზიანის აღიარებას, ესე იგი საქმე სერიოზულადაა. სწორედ ამიტომ მოსკოვში ისევ დაიწყეს მობილიზაციაზე საუბარი, მაგრამ ეს შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს მდგომარეობა. გახსოვთ 2022 წელს, როცა სპეციალური სამხედრო ოპერაცია აღარ ჩანდა გადაწყვეტილ საქმედ, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია და დაახლოებით 300,000 რეზერვისტი გამოიძახა. ამის შედეგად თითქმის 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რომელთა უმეტესობა აღარ დაბრუნებულა. 2026 წელს შეიძლება იგივე მასობრივი გადინება განმეორდეს, ოღონდ ამჯერად უკვე იმდენი ადამიანი აღარ დარჩა. და უნდა დაუბრუნდეთ ადრე არსებულ სამუშაო ძალის დეფიციტს, რადგან მასობრივი მობილიზაცია ამას კიდევ უფრო გააუარესებს. და თუნდაც პუტინი მზად იყოს გადაყლაპოს პოლიტიკური რისკი და ეკონომიკური ზიანი, მასობრივი მობილიზაცია მაინც არ მისცემს მას იმ ჯარისკაცებს, რომლებიც სჭირდება იმ ომისთვის, რომელსაც ახლა მართავს. გახსოვდეთ, რად გადაიქცა ეს ომი? ეს ომი აღარ ხდება ასობით ათასი კაცის მიერ, რომლებიც თხრილებში სხედან. ეხლა ომის ბედიც ხდება კვალიფიციურ დრონების ოპერატორებზე, ინჟინრებსა და ტექნიკოსებზე. ზუსტად იმ მაღალკვალიფიციურ ადამიანებზეა საუბარი, რომლებსაც პანიკური და განურჩეველი მობილიზაცია ვერ შექმნის. მოდი ყველაფერი შევაჯამოთ, რადგან ამას მნიშვნელობა აქვს. უკრაინამ დაანგრია ის ორი საყრდენი, რაზეც პუტინმა ეს ომი ააგო. უზარმაზარი ცოცხალი ძალა და მიუწვდომელი სიღრმე. ცოცხალი ძალის უპირატესობა იკარგება, რადგან დრონებმა ადამიანური რესურსი ნაკლებად გადამწყვეტი გახადა და რუსეთი უფრო სწრაფად კარგავს ჯარისკაცებს, ვიდრე ახერხებს მათ ჩანაცვლებას. რუსეთის ზურგის უსაფრთხოება აღარ არსებობს, რადგან უკრაინული დრონები უკვე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებამდეც კი აღწევენ. რუსეთის წინსვლა შემცირდა და ახლა გასული წლის ტემპის მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი. მისი თავდაცვის ინდუსტრია ჭერს მიაღწია, რომელსაც სწრაფად ვერ გაზრდის, ხოლო ხელმძღვანელობა მხოლოდ ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა, იმ დროს, როცა Starlink-ის ალტერნატივას ეძებს, რომელიც არ აქვს.
დიახ, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინული ქალაქების დაბომბვა და დონბასში ნელ-ნელა წინ წასვლა მძიმე ფასად. მაგრამ ის თავის ძალებს ხარჯავს წაგებულ პოზიციაზე დასაჭერად, მაშინ როცა ძირითადი ფაქტორები ყოველ თვეში უფრო მეტად მის წინააღმდეგ იცვლება. ეხლა რომ მეტი გაიგოთ დრონებზე, რომლებიც უკრაინის საშუალო მანძილზე მოქმედების სტრატეგიას რეალურად ამუშავებს, იხილეთ ეს ვიდეო. და აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ყველა სიახლე უკრაინის ომისა და გლობალური გეოპოლიტიკის შესახებ.